დღეს ვაგრძელებთ იოანეს სახარების განმარტებას. მესამე თავს განმარტავთ დღეს და მესამე თავს შეიძლება ისეთი მოკლე სათაური წავუმძღვაროთ იოანეს მესამე თავს პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლედან. აი ნახეთ, ეს არის მეორე კორინთელთა მეხუთე თავიდან. ისე რომ ვინც ქრისტეშია ახალი ქმნილება ძველი წარხდა და ყოველივე არის ახალი. ანუ ვინც ქრისტეშია ახალი ქმნილება, ახალი დაბადებულია, ვინც იწემა ქრისტე. ხელახლა შობა არის ამ იოანეს მესამე თავის თემა. ამაზე ელაპარაკება იესო ქრისტე უფალი ჩვენი მოხუც ფარისეველს ნიკოდემუსს. და ნახეთ, მეორე თავი ასე დამთავრდა, რომ უფალი შევიდა ტაძარში, განწმინდა ტაძარი, ხო, იერუსალიმის ეს ტაძრის, სოლომონის ტაძრის პირველი განწმენდა იყო ეს და გამოყარა იქიდან მოაჭრენი, მეკერმე, ფულის გადამცვლელები და უთხრა რომ მამაჩემის სახლს ნუ აქცევთ სავაჭრო სახლად და ბევრი რამ ძლიერი ნიშანი აჩვენა მათ იმისი რომ ის არის ქრისტე და წერი ასე დამთავრდა მეორე თავი რომ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე ბევრმა ირწმუნა მისიო ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს რომლებსაც ახდენდა ის მაგრამ თავად იესოს არ ენდობოდა მათ იესო რადგან კარგად იცოდა რაც იყო ადამიანის გულში ანუ ბევრმა დაინახა და იწამა მისიო და ერთ-ერთი ალბათ ერთ-ერთი სავარაუდოდ იყო ნიკოდემუსი რომელმაც იხილა უფალი ტაძარში ნახა იგი მისი ძლევამოსილი სიტყვა ქადაგება საქმე ნახა და ღამით მოვიდა მასთან სასაუბრო და მესამე თავი ასე იწყება. მინდა ეს თავი სამ ნაწილად გავყოთ, სამ ნაწილად ნახეთ ეს სამი ნაწილია, აი თითოეულ ნაწილს მოკლე სათაური გავუკეთე. პირველი უფლის საუბარი ნიკოდემუსთან, შემდეგ კრიზისი და აღიხსნით რატო კრიზისი, მეორე ნაწილს რატო ქვია კრიზისი და მესამე ზეციდან მოსულის მორჩილება, მესამე ნაწილს და ბოლოს აი ეს პატარა განტოლება, რომელსაც მე გეტყვით, რას ნიშნავს ეს? აი ამის ქვევით რას არის? მოდით წავიკითხოთ ჯერ პირველი ნაწილი. თქვენს მიადევნეთ თვალი, ვისაც გაქვთ. ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემუსი, იუდეველთა მთავარი. მივიდა იგი იესოსთან ღამით და უთხრა მას, რაბი, ვიცით რომ ღმერთისგან მოსული ხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენ მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუ კი არ არის მასთან ღმერთი. მიუგო იესომ და უთხრა მას, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს. უთხრა მას ნიკოდემუსმა, როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი, ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს. მიუგო იესომ, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც არ დაიბადება წყლისგან და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცის მიერ შობილი ხორცია, სულის მიერ შობილი სულია. ნუ გიკვირს რომ გითხარი შენ ხელახლა უნდა დაიბადო მეთქი. ქარი, სადაც სურს ქრის და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცის საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც. მიუგო ნიკოდემუსმა და უთხრა მას, როგორ შეიძლება ეს მოხდეს? მიუგო იესომ და უთხრა მას, ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი? ჭეშმარიტად გეუბნები ჩვენ ვამბობთ იმას რაც ვიცით და მოწმობთ იმას რაც ვიხილეთ, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ. თუ მიწისა გითხარით თქვენ და არ ირწმუნეთ, როგორ გაირწმუნებთ რომ გითხრათ ზეცისა? არავინ ასულა ზეცად გარბნა ზეციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა, რათა ყველა მის მორწმუნეს კი არ წარწმდეს, არამედ კონდეს სიცოცხლე საუკუნო.
აი აქ არის დავამთავროთ პირველი ნაწილი, რომ ადვილად გასაგები იყოს ეს. და რა ხდება? ფარისეველთაგან მოვიდა ნიკოდემუსი იესოსთან სასაუბრო დღამით. ვინც არ იცის ფარისევლები ვინ იყვნენ? ფარისევლები იყვნენ იუდეველი მორწმუნენი, კაცრად დამცველი რჯულის. ფარისევლობა ეს შემდეგ გახდა სალანძღავი სიტყვა, თორემ ის ფარისევლები იყვნენ გამორჩეული მორწმუნენი იყვნენ ისინი. ზედმიწევნით იცავდნენ რჯულს, ეს იყო ერთ-ერთი იუდაიზმში საღვთისმეტყველო მიმართულება. აი დღემდე იუდაიზმში ფარისევლობა მოაღწია დღემდე. აი ეს ორთოდოქსი იუდეველები, ჩვენ რომ ხედავთ დღეს ისრაელში რომ არიან, ესენი არიან ფარისეველთა მემკვიდრეები. პერუშიმ ესე ერქვა ებრაულში, ანუ გამორჩეული, წმინდა ვინც შეინახა თავის თავი, ესენი იყვნენ ფარისევლები და მათ ჰქონდათ სასულიეროც და საერო იუდეველთა შორის ძალაუფლება. რატომ? იმიტომ რომ იუდეველთა მთავარი იყო თან ეს. ფარისეველი იყო და იუდეველთა მთავარი იყო. იუდეველთა მთავარი ვის ერქვა? სინედრიონის წევრებს. იერუსალიმში სინედრიონი ყავდათ მათ, 71 მღვდელმთავრისგან შემდგარი და მათ ერქვათ ერის მთავრები, ისინი იყვნენ მღვდელმთავრები, უმაღლესი სასულიერო წოდება ჰქონდათ მათ და ერთ-ერთი იყო ეს ფარისეველი ნიკოდემუსი. საინტერესოა მისი სახელი. ნახეთ რა ქვია ნიკოდემუსი ქვია. ბერძნული სახელია, ხო? იუდეველია კაცი, ებრაელია, მაგრამ ბერძნული სახელი. რატომ? იმიტომ რომ ბერძნულ-რომაული გავლენა ძალიან დიდი იყო ისრაელშიც იმ დროს და ბევრი იუდეველსაც იმ დროს ორი სახელი ჰქონდა, ერთი ებრაული სახელი და ერთი თქვა ბერძნული ან რომაული სხვა სახელი. და ნიკოდემუს ნიშნავს ხალხის მბრძანებელი. და ეს კაცი ღამე მოვიდა ქრისტესთან სალაპარაკოდ. იცით, ბევრი ვარაუდებია, რატომ მოვიდა ნიკოდემუსი ღამით. ზოგი ამბობს, იმიტომ რომ იუდეველების ეშინოდა, რომ მათ არ დაენახათ, რომ სალაპარაკოდ მოვიდა. ზოგი ამბობს, იმიტომ რომ რაბინები იმ დროს თორას ღამით სწავლობდნენ. რჯულს ღამითაც სწავლობდნენ, დიდ ღვაწლად ითვლებოდა თუ რაბინი ღამეს სწავლობდა. შეიძლება ორივე იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს კაცი ღამე დაფარულად მოვიდა იესოსთან. და ალბათ მესამე უფრო ის არის, რომ კიდევ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან ღამე საუბარი ვინმესთან, ძალიან საიდუმლოა, ასეთი ინტიმურია, ხომ? რაღაცა მნიშვნელოვანზე ვლაპარაკობ. ჩვენ როცა არავინ არ არის და ღამე ყველას ძინავს და ელაპარაკები რაღაცა მნიშვნელოვან საკითხზე ვინმეს და მოვიდა მასთან და უთხრა: რაბი, ანუ მოძღვარო, ვიცით რომ ღმერთისგან მოსული ხარ, რადგან არავის შეუძლია ამ ძალის სასწაულების აღსრულება თუ მასთან ღმერთი არ არის. ნახეთ ასე ვნება, მოძღვარო, რაბი. ნიკოდემუს ისიც მოძღვარი ჰგონია. თუმცა იესო ქრისტე არ არის ხელდასხმული მოძღვარი. იუდეველები, როგორც დღეს ჩვენ მღვდლებს და ეპისკოპოსებს ხელდასხმით აკურთხებენ, იუდეველებთანაც ასე იყო. მაგრამ იესო არ იყო მათგანი, ერთი მათგანი. თუმცა მაინც რაბის უწოდებს მას, იმიტომ რომ ხედავენ მის ძალმოსილებას. ჩვენ ვიცით ეუბნება, ანუ მას თანამოაზრები ჰყავს, როგორც ჩანს სინედრიონშიც და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ღმერთისგან ხარ მოსული, რადგან არავის შეუძლია ისრაელში ამ სასწაულების აღსრულება თუ მასთან ღმერთი არ არის. მაგრამ იესო ქრისტე უფალი ამაზე არ სცემს პასუხს, რომ უწოდებს მას რაბის, რომ მას აქებს იმ გაგებით, ეს ცოტა ქებაა ეს რაღაცნაირად, უნდა რომ გული მოიგოს მისი, რომ დიდ სასწაულებს აღსრულება. იესო პირდაპირ ეუბნება რაც აქვს მასთან საქმელი და ეუბნება ჭეშმარიტად გეუბნები შენ, თუ ვინც ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. ხელახლა შობაზე უწყებს ლაპარაკს უფარი. და ნიკოდემუსი გაკვირვებულია რანაირად მოხუცი კაცი ხელახლა როგორ უნდა დაიბადოს და ხელახლა შობას, რასაც ახსენებს აქ უფალი, ის სიტყვა, რომელიც სახარებაში წერია, ნიშნავს ორმაგი გააზრება აქვს. ხელახლა შობა ნიშნავს ზეციდან შობას. აი ღმერთის ძალით შობას ნიშნავს. ხელახლა შობას იმ გაგებით კი არა, რომ დედის მუცლი და ვინმე თავიდან არამედ რაღაცა განსაკუთრებული როცა ხდება ადამიანის ცხოვრებაში. იუდეველთა
ტრადიციაში რაბინებში ეს იყო, რომ აი მაგალითად თუ სიკვდილს გადაურჩა კაცი, სიკვდილს თუ გადაურჩა, ამასე ამბობდნენ, რომ ხელახლა დაბადებულია ის. თავიდან დაიბადა, იმიტომ რომ ღმერთმა გადაარჩინა სიკვდილს. ან უნდათ მათ ესეთი კი რომ თუ არაებრაელი, არაიუდეველი გადმოვიდოდა მათ სარწმუნოებაზე, ხომ? ანუ იწამებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ვინმე არაებრაელი, ის ხელახლა დაბადებულად ითვლებოდა, იმიტომ რომ მან იწამა ჭეშმარიტი ღმერთი. წარმოიდგინეთ, ქრისტეს პასუხი და ქრისტეს დავალების სიმძაფრე რაში მდგომარეობს, რომ ფარისეველს, იუდეველს, რომელიც ბავშვობიდან რჯულშია აღზრდილი, უკვე ასაკშია შესული ნიკოდემოსი და მან მიაღწია ყველა საფეხური გაიარა, ყველაფერს მიაღწია, რაც კი სარწმუნოება შეიძლება მიაღწიოს კაცმა, მღვდელმთავარია, დიდი ისრაელის მასწავლებელი, ანუ იქ განსაზღვრული არტიკლი წერია, შენ ისრაელის მასწავლებელი ხარ. ერთ-ერთი გამორჩეული და ეგ არიცი ქრისტეუნება. აი ამ კაცს ეუბნება უფალი, შენს, აი როგორც ის წარმართი, როცა ინათლება და ხელახლა დაბადებულია, ეუბნება რომ შენს ხელახლა გჭირდება შობა. წარმოგიდგენიათ ახლა ვინმე ეპისკოპოს, აი ნებისმიერ ეპისკოპოს რო უთხრა თქვენ თავიდან უნდა დაიბადოთ სარწმუნოებაში, ხო? როგორი მისაღებია ეს, რომ შენ იმდენად არ ახარ სარწმუნოებისთვის მზად და არ გესმის სარწმუნოება, რო უთხრას ვინმე ეპისკოპოს, რომ შენ ხელახლა უნდა დაიბადო. და ეს კაცი ნიკოდემოსი რა თქმა უნდა ჭკვიანი კაცია, ის ახლა იმას ფიქრობს, რომ ქრისტე იმას ეუბნება, რომ დედის მუციაში უნდა შეხვიდე, მაგრამ ის ვერ ხვდება რა არის ეს მეორე ჩობა, რადგან მას გაუულია ყველა საფეხური, ბარ მიცვა გაიარა, ნათლობა ეს ებრაული, როცა ბავშვი შედის სარწმუნოებაში, ცოლიც ალბათ ყავს, მას უკვე განქორწინებულია, ღმერთმთავარი გახდა, ყველაფერს საფეხურები ხელახლა შობას ნიშნავს, ამაღლებას და ამაღლებას ზეცისკენ. მოვიდა მოძღვარი, რომელსაც ასეთი ძალა აქვს და ეუბნება, შენ ხელახლა გჭირდება შობა. ცათა სასუფეველისთვის. და ვერ იგებს ნიკოდემოსი რას ეუბნება მას და ნიკოდემოსმა უთხრა მას, ხომ არ შეუძლია კაც დედის მუცელში შევიდეს, საშოში შევიდეს და თავიდან დაიბადოს? მიუგო იესომ და უთხრა მას. ახლა თავარ პასუხი ქრისტესი რა არის? ჭეშმარიტად გეუბნები, შენ ვინც არ დაიბადება წყლისგან და სულისგან ვერ შევა, ვერ იხილავს ცათა სასუფეველს. რადგან ხორცის მიერ შობილი ხორცია, ცოდვილი დედა და მამა, ვისაც შობს, ცოდვილი ცოდვილს შობს, სულის განახლება, ანუ ზეციდან შობა შეუძლია ერთადერთ სულს, გესმით? ანუ ნიკოდემოსი რომ შევიდეს დედის მუცელში და თავიდან დაიბადოს, კვლავ ცოდვილი იქნება, ხომ ასეა? რომ ცოდვილი დედმამა ცოდვილ შვილს შობენ, ხო? ის გენეტიკურად ის მემკვიდრეობით ცოდვა მას ეკნება მასთან. ეუბნება ამიტომ უფალი რომ სულისგან გჭირდება შენ შობა. ხორცისგან შობა ვერ გიშველი შენ. ნუ გიკვირს რომ გითხარი ხელახლა უნდა დაიბადო მეთქი. ეუბნება და ქრისტეს მოყავს ანალოგია. აი მაგალითად ასე ეუბნება ქრისტე რომ შენ ვერ არ გესმის რას ნიშნავს სულისგან შობა. აი დაუკვირდი ქარს. შენ ხომ მისი ხმა გესმის. მაგრამ ქარს სადაც უნდა მიდის, როგორც უნდა ტრიალდება, როგორც უნდა ქრის, მაგრამ შენ არ გესმის ქარი როგორ მოძრაობს, ხო? ასევეა სულისგან ყველა შობი. აი ასევე ღვთის სული, ვისაც ხელახლა შობს, შენ ადამიანური გონებით, შენ ვერ მიყვები იმას, შენ არ შეგიძლია გაიგო ეს რას ნიშნავს. აი ეს უკვე ადვილი გასაგები რომ იყოს, მე მინდა ერთი-ორი მაგალითი მოვიყვანო ჩვენ. აი მაგალითად ურწმუნო კაცის არ ესმის, ხო? რამდენჯერ ყოფილა ეს შემთხვევები ჩვენ ცხოვრებაში. აი აბსოლუტურად ურწმუნო კაცს გიჟი გონია მორწმუნე. იმიტომაც ამბობს პავლე მოციქული რომ ჩვენი სიტყვაო ურწმუნოთათვისო სიშლეგეაო, ანუ სიგიჟეთ მიაჩნიათო, მაგრამო მორწმუნესო ყველას გაგება შეუძლიაო და ურწმუნო მორწმუნესაც ვერ იგებს. აი მაგალითად მორწმუნე ადგა და ღვთის გულისათვის გაიხადა ბოლო პერანგი და მიცა ვიღაცას, მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ქრისტემ გითხრა რომ ორი ვისაც აქვს ერთ სხვას მეტი. ურწმუნო კაცი ამას ვერ იგებს. ხშირად. აი დგება 6 დღე ნამუშევარი მორწმუნე, როცა 6 დღე იმუშავა და მე 7 დღეს
დღება დილას 8 საათზე 7 საათზე და ტაძარში მიდის. ურწმუნო ამას ვერ იგებს. აი რატომ მოძრაობს მისი სული ეს იქ რა უნდა რისთვის მიდის? ვერ იგებს. ესმით? მე შემოგვედრია ესეთ შემთხვევები, მაგალითად, რაღაცა სახარებიდან, რაღაცა უნიშნულოვანის, უძვირფასესი რამ მithქვამს ადამიანისთვის და შემიტყვია სიცარიელე მის თვალებში. ვერ გაიგო. აი ეს ჩვენი სული რატომ მოძრაობს ასე? ვერ იგებს. აი იმი რატომ იცით რომ მორწმუნე სულისგან შობილია. სული წმინდა წარმართავს მას, სულისგან განახლებულია და ურწმუნო ვერ იგებს ამას. ამიტომაც აუნება ქრისტე მას რომ იმიტომაც აი ნიკოდემუსი ჯერ არ არის ხელახლა შობილი, ამიტომაც ქრისტე მას რას ეუბნება, ვერ გაუგია. და ქრისტეს ანალოგიები მოყავს, აი ქარს შეხედე, როგორც ქარი მოძრაობს და შენ ვერ გაგიგია, როდის მოტრიალ და საიწავი და რატო აკეთებს ამას? ასევეა ღვთის სულის მოქმედება ადამიანში. და ნიკოდემუსი მაინც უსვამს ასეთ კითხვას. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? როგორ უნდა მოხდეს ეს? მიუგო იესომ და უთხრა ისრაელის მოძღვარი ხარ და არ იცი ეს? იესო ამ რაღაცნაირად დაყვედრის მას. შენ უმაღლესი მასწავლებელი ხარ ისრაელის და ეს არ გესმის? რატომ ეუბნება ამას? იცით რატომ ეუბნება? მე ხლა მოგიყვანთ ორ ადგილს ბიბლიიდან. წესით ნიკოდემუსმა უნდა იცოდეს რაზე ეუბნება ქრისტე. წაკითხული მაინც უნდა გქონდეს. ბიბლიიდან უნდა იცოდეს ეს, მაგრამ ვერ ხვდება, იმდენად გაუაზრებელი აქვს ის, რაც ნასწავლი აქვს, თუნდაც წმინდა წერილიდან, რომ უნდა იცოდეს წესით ეს და მიხვდეს ამას. აი მაგალითად ორი ადგილი და ქრისტეს მოყავს ორი ანალოგია მიწიერი ცხოვრებიდან, რაც უფალმა მათ აღუთქვა, ეს ქარის ამბავი ხო ესეც მიწიერი ანალოგიაა და ვერ ხვდება და ორი ანალოგია მოყავს ქრისტეს წყლისგან და სულისგან შობა რომ გაიგოს რას ნიშნავს მას. ნახეთ? შემდეგ ორი მუხლის ქვევით ის ამბობს, არავინ ასულა ზეცად, გარდა იმისა, ვინ ჩამოვიდა ზეციდან, კაცის ძისა, რომელიც არის ცაში. ანუ არავინ ადამიანებს შორის არასდროს ასულა ზეცაში, რომ იქ ენახა რა ხდება ღმერთთან და ჩამოეტანა ის ამბავი, რაც ღმერთშია და ღმერთისგან მოდის. გარდა კაცის, გარდა ქრისტესი, კაცის ძისა, რომელიც არის ცაში, მარადიულად ცაში, ანუ ღვთაებრივი ბუნებით დედამიწაზეც არის და ცაშიც. ამიტომ მას შეუძლია გითხრას, მას შეუძლია აგიხსნას რა არის ხელახლა შობა. აი რატომ უნდა სწოდნო და მას ნიკოდემუსს რას ეუბნება ქრისტე? ეს ადგილი მინდა მგარებს უპატარა ადგილია. ეზეკიელ წინასწარმეტყველი როცა ლაპარაკობს მეორედ ბოლო ჟამზე, აი ბოლო ჟამი ხო ყველა ვიცით რაც არის. ეზეკიელ წინასწარმეტყველი ბოლო ჟამზე რო ლაპარაკობს, ეუბნება ღმერთი ისრაელს. ნახეთ? ბოლო ჟამი რო დადგებაო, გასხურებთ გაწმენდილ წყალს და გაგწმენთ ყოველი უწმინდურებისაგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმენთ თქვენ, ისრაელს ეუბნება. მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით, ამოგაცლით ქვის გულს ხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ, ჩემს სულს ჩაგიდგამთ. და ისეთებს გახდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ. ანუ წერილში, წმინდა წერილში მათ უწერიათ, რომ ბოლო ჟამს ღმერთი ეუბნება ისრაელს, რომ განგიახლებთ სულს, გასხურებთ წყალს და ეს წმინდა წყალი და ეს სული, ჩემი სული თქვენ განგაახლებთ. და ეუბნება, რომ აი ასეთები როცა იქნებით და ასეთები თუ იქნებით, ოსაც ეზეკიელის 26-27 თავები. ჩემი მორჩილი დავითი იქნება თქვენზე მეფედ და ერთი მწყემსი იქნება ყველასთვის ივლიან ჩემს სამართალზე და ჩემს წესებს დაიცავენ. ჩემი მორჩილი დავითი, ეზეკიელის დროს დავით მეფე უკვე გარდაცვლილია დიდი ხნის. ჩემი მორჩილი დავითი არის ქრისტეს სიმბოლო. ქრისტე იმეფებს თქვენზე ამ განახლებული სულით ივლით ჩემს წინაშე. და აი ასეთები თუ იქნებით, მაშინ დაიმკვიდრებთ თქვენს მიწას. წესით შენ ისრაელის მოძღვარმა ეუბნება ქრისტე, ეს ხომ უნდა იცოდე. შენ ხომ იმედი გაქვს, რომ ეს ისრაელის მიწა თქვენია, ღმერთმა აღითქვათ, სამარადისო თქვენი იქნება და ეს არ წაგიკითხავს ეზეკიელთან, რომ ამბობს, რომ ღმერთ შეუძლია გასხუროთ წყალი
და ჩაგიდგათ ახალი სული და ამოგაცადოთ თვის გულები და გაგიახლოთ ყველაფერი. ხომ უნდა იცოდეს? ეუბნება ქრისტეს. ნახეთ, ეს ხო მიწიერთანაა კავშირში. უყურეთ, ეს ხო ქვეყანაზეა ლაპარაკი. თუ თქვენ გინდათ რომ ისრაელი სამუდამოდ მარადიულად თქვენი მიწა იყოს, მაშინ ეს ხო უნდა აღასრულოთ, რომ გწამდეთ, რომ ღმერთი ბოლო ჟამს განაახლებს თქვენ სულს და თქვენს გულს, ხო? მაშინ მიწიერი თუ ვერ გაგიგია, როგორღა გაიგებ? ღმერთზე როცა დაგიწყებ ლაპარაკი, იქიდან საიდანაც მოვედი მე. ამას ამბობს ქრისტე, ნახეთ. და მეორე ადგილი, ნახეთ, ეს არის იგავთა წიგნიდან, სოლომონის მეფის წიგნიდან, იგავთა წიგნიდან უცნობილესი ადგილი, ეს არის იგავთა 20-ე თავი. ამას წერს ძველი ასეთი ბრძენი იობი, ძველი ბრძენი იაგურ იაკეს ძე და მასაელი. და ის ამბობს, რომ მიუხედავად რომ ძალიან ბრძენია ეს იაკე, ასეთ სიტყვებს ამბობს. მე ვცადე, მაგრამ ვერ შევიცანი ღვთის სიბრძნე. ვერ გავიგე, ვერ მივწვდი ღვთის სიბრძნეს, მაგრამ მაინც ესეთ სიბრძნეს ამბობს. ვინ ავიდა ცაში და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით, ხელში მუჩში ქარი ვინ დაიჭირა? სამოსელში ვინ გამოახვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ქვია? იცი-ეს? ღმერთზე ლაპარაკობს, ნახეთ, ღმერთზე. ვინ ავიდა ცაში და ვინ ჩამოვიდა? ქრისტე მე ამას იმეორებს იოანეს სახარებაში, როცა ნიკოდემუსს ელაპარაკა, ვინ ავიდა ცაში და ვინ ჩამოვიდა? ვინ დაიჭირა ქარი ხელში? ქარზე არ ლაპარაკობს, ქარი სადაც უნდა ქრისო და სულ ქარზე იცით რა ამბობს უფალი რომ ქარი ებრაულშიც და ბერძნულშიც, ებრაულში რუახ ნიშნავს ქარსაც და სულსაც. და ბერძნულშიც პნოიმა ნიშნავს ქარსაც და სულსაც. ანუ სიტყვათა თამაშია. და ქრისტე ქარზე ლაპარაკობს, მაგრამ სულს ღვთის სულზე სულს გულისხმობს. და ამბობს რომ ქარი ვის უჭირავს ხელში, ანუ სული ვის უჭირავს ხელში, ღმერთს რა თქმა უნდა. და ხელსაყრელში, ანუ ტილოში წყალი ვინ გამოახვია? ვინ არის ბრძანებელი წყალზეც წყლიდან გაახლებთ, ხო ამბობს ქრისტე. შემდეგ ამბობს, რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ქვია? იცი-ეს? და ეს იგავთა წიგნი დაწერილია როდის? ძველ აღთქმაში, სოლომონის დროს, ხო? ანუ ღმერთის ძეს რა ქვიაო? იცი-ესო ამბობს. ღმერთის ძე ვინ არის? იესო ქრისტე. და უკვე ძველ აღთქმაში მასზეა ლაპარაკი. აი როცა მოვიდა ეს ღმერთის ძეს რა ქვია? ეს ღმერთის ძე როცა მოვიდა, ეუბნება ნიკოდემუსს რომ აი ეს წყალი განაახლებთ თქვენ, ღმერთისგან ნასხურები წყალი და ეს პნოიმა, ანუ ღვთის სული განაახლებს თქვენ სულს. ნახეთ, იუდეველებს ჰქონდათ ესეთი წესი, მოსეს ჯულში იყო, რომ მკვდარს თუ ვინმე შეეხებოდა, მკვდარს გაუწმინდურებულად ითვლებოდა. მას აღარ შეეძლო შეხებოდა არაფერს წმინდას, არც სახში არ უნდა შეზულიყო. და ამ მკვდრის შეხება ნიშნავდა ცოდვასთან შეხება. თუმცა ცოდვის საზღაური ხომ სიკვდილია. სიკვდილი იმიტომ შემოვიდა ადამიანებს შორის, რომ მათ შესწოდეს. ამიტომ მკვდარს ვინ შეეხებოდა, გაუწმინდურებულად ითვლებოდა. და მათ ჰქონდათ ესეთი მსხვერპლი, იშვიათად, ძალიან იშვიათად წითელ დეკეულს დაკლავდნენ ხოლმე მსხვერპლად და მისი ფერფლში სულთან დაიწვებოდა ეს წითელი დეკეული, როგორც შესაწირი განწმენდისათვის და შემდეგ ამ ფერფლს წყაროს წყალში ურევდნენ და მკვდართან თუ ვინმე შეეხებოდა, ეს წყალი უნდა ესხურებინათ მისთვის და განწმენდილად ითვლებოდა. და ეს წითელი დეკეული იყო სიმბოლო ქრისტეს მსხვერპლისა. ანუ ქრისტეს მსხვერპლით განვიწმინდეთ ჩვენ საბოლოოდ. გესმით? და აი ახლა საუბარი მიდის აქ ზუსტად. და ნიკოდემუსს მაინც ვერ გაუგია ეს და ქრისტე ახლა ეუბნება, როგორ უნდა იშვას კაცი ხელახლა. ეს წყალი და სულის განახლება და უნება. როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეს კაცისა, რათა ყველა მისი მორწმუნე კი არ წარწყნდეს, არამედ კონდეს ცხოვრება საუკუნო. გასაგებია? უყურეთ, მაგრამ ხელახლა შობა იწყება ამისგან. მოყავს კიდევ ერთი ანალოგია ქრისტეს
მიწიერი და რაც მათ ისტორიაში, მათ მიწიერ ცხოვრებაში უკვე ჰქონდათ. გველის აღმართვა უდაბნოს შახსოვს ეს ამბავი. ეს არის გამოსვლათა წიგნიდან, როცა ასეთი რამ მოხდა, ურჩობდნენ ებრაელები, იუდეველები ურჩობდნენ, როცა მოდიოდნენ ეგვიპტის მონობიდან მოსემ რომ გამოიყვანა ესენი და ურჩობდნენ, აუჯანყდნენ ღმერთს და ღმერთმა სასჯელად მათ მოუვლინა შხამიანი გველები. და ეს გველები კმენდნენ მათ უდაბნოში და იხოცებოდნენ. და ღმერთმა უთხრა მოსეს, გააკეთე სპილენძის გველი და მაღლა დაამაგრე ბანაკის თავზე. და ვინც შეხედავს ნაკბენი, თუ იმას გველი უკბენს და ამ სპილენძის გველს შეხედავს წმენით, გადარჩება. და მართლაც მოხდა სასწაული, რომ არ იხოცებოდა, არ კვდებოდა ის, ვინც წმენით უყურებდა ამ გველს. და ქრისტემ ეუბნება, რომ ეს წინასწარმეტყველება იყო ქრისტეს ჯვარცმაზე. აი როგორც ის გველი ამაღლდა ბანაკის თავზე და ყველა ვინც წმენით უყურებდა მას ცხონ გადარჩა, არ მოკვდა. ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა, სად უნდა ამაღლდეს? გოლგოთაზე, ჯვარზე. და ვის ყველა ვინც შეხედავს მას წმენით, არ მოკვდება არამედ, არ წარწყმდება არამედ ექმნება მარადიული სიცოცხლე. ანუ ამ მონაკვეთიდან დასკვნა რა არის, რომ ხელახლა შობა როდის ხდება? ნათლობის დროს. ხელახლა შობა. აი მაგალითად მე მაგალითს გეტყვი, მინდა რომ ეს ჩვენ ძალიან კარგად გქონდეს გააზრებული. თქვათ აი ვიღაცა სამეგობროში ყავს მოუნათლავი ადამიანი. აი ძმაკაცი ყავს ვიღაც მოუნათლავი, ხო? აბსოლუტურად არაფერი არ გაეგება მას სარწმუნოებს. აი აბსოლუტურად არაფერი. ქრისტე ვინ არის ისიც არ იცის. ხო? და როგორც ხდება ხოლმე, აი ძმაკაცი მოუთხრეს წამო რა, მამა უყავს ნაცნობი, ვიღაც ნაცნობი მოძღვარი და წამო და მოინათლე რა, შენც ახლა კაცო ჩვენი მეგობარი ხარ, როგორ მოუნათლავი და წავიდნენ შეუთანხმდნენ მამო ღდელს, ხო ხდება ხოლმე ასე. მიიყვანეს და მონათლეს. არის ის ხელახლა შობილიცათა სასופველის? აი თქვენი პასუხი მაინტერესებს. რა თქმა უნდა არ არის ის ხელახლა შობილი სასופველისათვის. აბა რა სჭირდება ადამიანს? რწმენა, რისი რწმენა? გოლგოთაზე ამაღლებული ჯვარცმულის რწმენა. რომ მან უნდა გაიგოს, გაიაზროს, იწამოს, გაიგოს რომ ქრისტე რომ მოკვდა ჯვარზე, ჩემი ცოდვებისთვის მოკვდა. რომ მე აღარ დავესაჯო ჯოჯოხეთში. გესმით? აი ეს თუ სწამს, აი იქ იბადება კაცი ხელახლა, შემდეგ მიხავთ და წყლით და სულით ინათლება, გესმით? წყალში ნათლავთ და სული წმინდა გადმოდის მასზე და განახლებული სულით დადის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა. იმიტომ რომ ჩვენ ნათლობას ხშირად მკრეხელობთ, რომ ნათლობას ისევ ატარებთ, რომ ჩვენ არ გვესმის რას ვაკეთებთ, ხო? როცა პატარა თოთო ბავშვს ნათლავთ, რა თქმა უნდა, მშობლებს უნდა სწამდეთ, ასე უნდა სწამდეთ მშობლებს, მაგრამ როცა დიდს ნათლავთ, აი მოიყვანენ ხოლმე მეუღლეს მაგალითად და ჯვარი გვინდა მამაო დავიწეროთ და ჩემი მეუღლე მონათლე, მეუნება მაგალითად. და მეუღლებს აბსოლუტურად არ აინტერესებს სარწმუნოება. არც უნდა იმას, რომ ქრისტიანი გახდეს, გესმით? არ შეიძლება ამის გაკეთება, ეს არის დიდი ცოდვა ღვთის წინაშე. ანუ ქრისტეს პასუხი ნიშნავს, ქრისტეს პასუხი ამას ნიშნავს, რომ აი როგორც გოლგოთაზე ამაღლდება, როცა ამაღლდება გოლგოთაზე ქრისტე და ნახავთ მას, მის ჯვარცმას, ვინც ამას იწამებს, ის იშვება ხელახლა ამ წმენით, როგორც იმ გველის შემხედვარი არ კვდებოდა, ისევე ექნება სულით არ წარწყმდება ის, ვინც იწამებს მის ჯვარცმას გოლგოთაზე მისი ცხონებისათვის. საინტერესო კიდევ რა არის ერთი, რომ გველი რატომ არის ქრისტეს სიმბოლო? ხო უცნაურია. ხო ჩვენ ვიცით რომ ქრისტეა კრავი ღვთისა, ტარიგია ღვთისა. გველი რატომ არის ქრისტეს სიმბოლო? ახლა თვითონ ქრისტე ამბობს რომ გველი ჩემი სიმბოლო იყო. რატომ? რომ გველმა რა გააკეთა სამოთხეში? ადამიანებს დასცა, ხო? გველი არის ცოდვასთან კავშირში, დაცემასთან, ცოდვასთან კავშირში, ხო? ცოდვა. და ქრისტემ, რადგან ყველას ცოდვები იტვირთა, პავლე მოციქული შემდეგ ამას ამბობს, ის კორინთელთა ეპისტოლეში, რომ ცოდვის არ მცოდნეო, ცოდვად იქცაო, ცოდვად აქცია ღმერთმაო. იმდენად ყველას ცოდვა აიღო მან და გველი იმიტომაც არის მისი სიმბოლო, რომ
მთელი კაცობრიობის, მორწმუნე კაცობრიობის ცოდვებით დაიტვირთა იგი და მან იკისრა ჩვენი ცოდვები. აი ეს არის პირველი მონაკვეთი, მოკლედ რაც შეიძლება გვეთქვა, ანუ ხელახლა შობა ნიკოდემოს ეუბნება ქრისტე იმას, რომ როცა ქრისტე იმას ეუბნება ნიკოდემოს, რომ ჩემს ჯვარცმანს როცა იხილავთ, ვინც იწამებს მის გამოსახსენად ჩემს ჯვარცმას, ის არის ხელახლა შობილი. შემდეგ მეორე ნაწილი, ნახეთ. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი ძე მხოლოდ შობილი, რათა ყველას, ვისაც წამს იგი კი არ წარწმდეს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. რადგან ღმერთმა იმისთვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რომ დაესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ. და ვისაც წამს იგი არ განიჭება, ხოლო ურწმუნო უკვე დასჯილია, ვინაიდან არ იწამა სახელი ღმერთის მხოლოდ შობილი ძისა. ხოლო სასჯელი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტები იყვნენ მათი საქმენი. რადგან ყველა ბოროტმოქმედს ზულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ გამჟღავდეს მისი საქმენი. ხოლო სიმართლის მოქმედი მიდის ნათლისკენ, რათა გაცხადდეს მისი საქმენი, რადგანაც ღმერთში არიან ქმნილნი. ეხლა ქრისტე ამ მონაკვეთში აღწერს იმ რეალობას, რაში ჩვენ გვიწევს ცხოვრება. აი მეც, თქვენს, ჩვენს წინ ვინც ცხოვრა, იმათაც მომავალში ვინც იცხოვრებს იმათაც და ამ ყველაფერს ერთი სახელი ქვია. ამას ქვია სახელი კრიზისი. რადგან სიტყვა კრიზისი, აი ბერძნულში, ან ძველ ბერძნულში კრიზის ნიშნავდა გადაწყვეტილებას, შეფასებას რაღაცისას. გესმით, კრიზისი ამას ნიშნავს. აი აქედან მოდის სიტყვა კრიტიკაც. კრიტიკა აქედან მოდის, რომ რაღაცა უნდა შეაფასო, ხომ? რაღაცაზე უნდა აზრი გამოხატო. აი ეს მდგომარეობა არის კრიზისი და რატომ? უყურეთ, რადგან მოვიდაო ნათელიო ამ სოფლათო და ზოგიერთმა ბნელი უფრო მეტად შეიყვარა ვიდრე ნათელი. აი ნახეთ, ბნელს და ნათელის ანალოგია რა საინტერესოა? აი როცა მზე ამოდის, მზე ხო იმიტომ ამოდის, რომ გაანათოს დედამიწა, ხო? მაგრამ მზეს აუცილებლად თან ახლავს რა? ჩრდილი. ზოგიერთი ადგილი, სადაც მზე ვერ აღწევს, ბნელი რჩება. მაგრამ მზის ამოსვლა სიბნელისთვის ხომ არ იყო? მზის ამოსვლა იმიტომ იყო, რომ ნათელი გვენახა, ხო? ზოგიერთმა იხილა ეს ღვთაებრივი ნათელი მსოფლიოზე მოსული ქრისტეს სახით და მაინც ბნელი აერჩია. მაინც დარჩენ ისინი ბნელში, რადგან ბნელი იყო მათი საქმენი და ვინც ბნელშია და ცოდვას ჩადის, მას არ უყვარს ნათელი. მაგრამ ამბობს იოანე, რომ იმიტომ კი არ მოვიდა ძე ღმერთიო, რომ დაესაჯა სოფელი, არამედ რათა ეხსნა მის მიერ. მაგრამო სასჯელი უკვე ის არისო მისი მოსვლითო, რომ ზოგიერთმა აირჩია ბნელიო. აი ნახეთ, აი კრიზისი მე რატომ მინდოდა ეს ასე დამერქმია ამისთვის. აი როდესაც პაციენტს აქვს კრიზისი ავატყობს. რას ნიშნავს ეს? აი ძიმეთ არის ავატყობი ვინმე და დღეს ქონდა მას კრიზისი ვამბობ ჩვენ. კრიზე. რას ნიშნავს ეს? რომ ან მოკვდება, ან გადარჩება, ხო? აი ეს რამოდენიმე საათი, ან ერთი დღე არის მისთვის გადამწყვეტი. აი ზუსტად ასეა ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ხო ამთ რომ წუთი სოფელია ჩვენი ცხოვრება, აი 80 ან 100 წელიწადი, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის კრიზისი. ან მარადიული სიცოცხლისთვის გადავრჩებით, აქედან გასულები, ან დავრჩებით წარწმენდილი უფლისგან შორს. ესმით? ამიტომაც როცა იოანე ამ სახარებას წერს, აი სასჯელი უკვე აქ არის რომ ამბობს, სასჯელისთვის სიტყვას ხმარობს კრიზისს. ხო უცნაურია რა? სასჯელისთვის სიტყვას ხმარობს კრიზისს. ანუ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყველამ, უნდა აირჩიოს ყველამ, უნდა იცნოს, უნდა შეაფასოს, ანუ კრიტიკულად უნდა მიუდგეს ამას და გადაწყვიტოს, რომ არის უფალი ჩემი მხსნელი. უნდა მივიღო ეს მე. უნდა ვიწამო და მარადიული ცხოვრება ავირჩიო. გესმით? ანუ ჩვენი ცხოვრება არის კრიზისი. ეს დაიმახსოვრეთ ძალიან თქო, ყველას უნდა გვახსოვდეს ეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ამ მდგომარეობაში. და შემდეგ მესამე ნაწილი. ამის შემდეგ მოვიდა იესო და მისი მოწაფეები იუდეის მხარეში და ნათელს სცემდა იქ მათ.
და იოანეს ნათელსმდა ენონში სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ და მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან. ანუ გადაიკვეთა იესო ქრისტეს და იოანე ნათლისმცემლის საქმეები რაღაც პატარა მონაკვეთში. და იოანეს მოწაფეების ნათელს სცემდნენ და ქრისტეს მოწაფეების ნათელს სცემდნენ იორდანის უდაბნოში. რადგან იოანე ჯერ კიდევ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში და იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან მოვიდა დავა განწმენდისთვის და იუდეველები მოვიდნენ და იოანეს მოწაფეებს ეკამათებოდნენ განწმენდისათვის. განწმენდისა რატომ? მაგალითად იუდეველებს ისედაც ჰქონდათ რიტუალები განწმენდის, განბანვის, ნათლობის, ხომ? სხვა ესენელებსაც ჰქონდათ და მოვიდნენ და ეკამათებოდნენ რომ რატომ ნათლავთ, რატომ რაღაც საჭიროა ეს განწმენდისთვის, ეს განწმენდა და ნათლობა. და მივიდნენ იოანესთან მისი მოწაფეები და უთხრეს რაბი, შენთან რომ იყო და შენ რომ მონათლეო ქრისტეს ეუბნებიან. აი ხედავო, ყველა იმასთან გარბის ეხლაო. ნახეთ რაღაცა კონკურენციის ამბავია. იოანეს მოწაფეები ხედავენ რომ იესოს მომდევრები მატულობენ და იოანეს მიმდევრები კლებულობენ და მივიდნენ და შესჩივლეს მის მოძღვარს რომ აი ყველა იესოს მიყვება და ჩვენთან არავინ აღარ მოდისო, კონკურენცია. და იოანეს პასუხი არის დიდებული, როცა როგორც ის პასუხობს, მიოგო იოანემ და უთხრა ვერაფერს მიიღებს კაცი თუ კი ზეციდან არ მისცემია მას. აი ეს უნდა გვახსოვდეს ყველას. როცა სულიერ საკითხებზე ვლაპარაკობთ, როცა ღმერთის განგებულებაზე ვლაპარაკობთ, ვერაფერს მიიღებს კაცი თუ ზეციდან არ მიეცა მას. ამ ქვეყნიურზე როცა ვლაპარაკობთ, შეიძლება მან კარგი სამსახური იშოვოს, ეს შეიძლება მოხდეს. შეიძლება მან ბრძანებლობას მიაღწიოს და თანდეობას მიაღწიოს, შეიძლება სიმდრეს მიაღწიოს, მაგრამ სულიერზე როცა ვლაპარაკობთ, ვერავინ ვერაფერს ვერ მიიღებს თუ ღმერთმა არ მისცა მას. გესმით? ამიტომ ხანდახან ჩვენ ვძაბავთ ენერგიას, ასე თქვათ, საკუთარი ძალით გვინდა ჩავწვდეთ და მივწვდეთ ამ ყველაფერს. არა. კი, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, ვისწავლოთ, ვიფიქროთ ამაზე, ვილოცოთ, ღვთისმსახურებაშიც მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ღმერთმა არ დაგვიღო თავისი ღვთაებრივი შემეცნების კარი, შეუძლებელია იმას მიწვდე. ამას ამბობს იოანე. ვერავინ ვერაფერს ვერ მიიღებს თუ ღმერთმა არ მისცა მას. და იოანე ამბობს რომ მე რა დავალებაც მომცა ღმერთმა, მე ის აღვასრულე. და ჩავთქვი მე, უნება მე თქო თვითონაც დაგიმოწმეთ რომ მე მხოლოდ წინამორბედი ვარ, მოვლენებული ვარ მისთვის გზების გასამზადებლად. ნახეთ მალაქია 19:19 იესაიას 40 თავში როცა იოანეზე წინასწარმეტყველებს ესაია ამბობს რომ ხმა ისმა მღაღადებლისა უდაბნოშიო გაამზადეთ მისი გზანიო ყველა ბორცვიო დამდაბდებაო და ყველა ტაფობი აიწევაო. რას ნიშნავს ეს? როგორ გონიათ? ყველა ბორცვიო დამდაბლდესო და ყველა ტაფობი ჩაღრმავებული უნდა ამოიწიოს. ანუ არავითარი დაბრკოლება აღარ უნდა იყოს ჩვენში ქრისტეს შესახვედრად. ანუ ბორცვი უნდა დამოიწიოს და ჩაღრმავებული ამოიწიოს. უნდა გაასწორეთ მისი გზები, რომ არავითარი დაბრკოლება ეს ჩვენზეა ლაპარაკი, გესმით? ქრისტეს ხმას რომ გაიგებ და ქრისტე რომ გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, ყველა დაბრკოლება უნდა მოსპო. არ მცალია, იქ მივდივარ, ამ ხანაგმა წამიძახა, არ არსებობს ეგეთი რაღაცა. აი ესაიასთან წერია ეს დიდი ბულისტო. ყველაფერი, ყველა გზა გაასწორეთ ქრისტეს შესახვედრად. და ამბობს იოანე რომ მე მხოლოდ სიძის მეგობარი ვარ. და ვისაც სარძლო ყავს, ის არის სიძე. და სიძის მეგობარს უხარია უბრალოდ როცა ხედავს რომ მოვიდა სიძე, რომ სარძლო წაიყვანოს და სიძე ვინ არის? იესო ქრისტე. სარძლო არის მორწმუნეთა კრებული ეკლესია. მე ვარ სიძის მეგობარი, რომელიც სიხარულით უყურებ როგორ შეუერთდა სიძე თავის სარძლოს, ანუ ეკლესიას. ახლა ამბობს ის უნდა გაიზარდოს და მე უნდა დავკნინდე. და მართლაც ასე ხდება. იესო ქრისტე იზრდება, მის საქმე ხალხში და იოანეს მალე შეიპყრობენ და თავს მოკვეთავს მას ჰეროდე. და შემდეგ ბოლო მონაკვეთი აი ეს ზეციდან მოსულის მორჩილება დავარქვი ამას. ნახეთ, ეს არის 31 მუხლიდან.
მაღლიდან მომავალი ყველაფერზე უმაღლესია. მიწისმიერი მიწიერია და მიწისა სიტყვის, ხოლო ზეციდან მომავალი ყველაზე უზენაესია. ანუ ყველა მიწიერი მოძღვარი, მიწიერი მასწავლებელი, ანუ მატერიალურს ვინც ასწავლის, ის მიწიერს საუბრობს და მხოლოდ ისიც ის, რაც ადამიანშია, ხო? და ზეციდან ვინც მოვიდა, მხოლოდ მანიცის ზეციური ამბების. ანუ ქრისტეს მოძღვრება, იმიტომაც კაცობრივი არ არის ის. ეს ღმერთისგან მოსულია და ღმერთისგან გაცხადებულია ის, რაც არის. ნახეთ, ხანდახან ქრისტიანობას აყენებენ რაღაცა ფილოსოფიის საფეხურზე, როგორც ფილოსოფიურად მოშევხედოთ, ან ეთიკის საფეხურზე, ან რაღაც მორალური ნორმების საფეხურზე. ეს ასე არ არის. და ცდება ყველა ვისაც ასე გონია, რომ შეიძლება თქვათ ქრისტეს მოძღვრება რაღაც ზნეობრივ მორალურ კოდექსად განვიხილოთ, რომელიც ქრისტემ, როგორც კარგმა მასწავლებელმა, მიწიერმა მასწავლებელმა, ეს ასწავლა მოციქულებს, ეს მოწაფეებს, ასე არ არის. ღმერთისგან მოსული წოდნაა და სწავლება ღმერთისგან გაცხადებული. ამიტომაც ამბობს იოანე, რომ ყველა და მას, რაც უხილავს და სმენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის მოწმობას არავინ იღებს. ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ჭეშმარიტია ღმერთი. ნახეთ, იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლეში, ეს არის პირველი იოანეს მეხუთე თავი, იოანე ამბობს, ვისაც სწამს ზეღმთისა, ანუ ვისაც სწამს იესო ქრისტე, თავის თავშივე აქვს მოწმობა. ანუ მე რო ვიწამე იესო ქრისტე, მე ჩემს თავში მაქვს ამის დასტური. გესმით აზრი ამ სიტყვების? ანუ ვინც იწამა ქრისტე, დასტური მას აქვს პირადად ამის. და ვინცაც არ სწამს ღმერთი, ცრუც სახავს მას, ვინაიდან არ ასწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა იმოწმა თავისი ძისთვის. ანუ ვინც არ იღებს ქრისტეს სარწმუნოებას, ის ღმერთს სახავს ცრუდ. ასე საშინელ ცოდვაში, რადგან ღმერთმა დაამოწმა მისი ძისთვის, უამრავი საბუთი მოგცა ღმერთმა, უამრავი ნიშანი, უამრავი მითითება, უამრავი მინიშნება, როგორ უნდა გვეპოვა ქრისტე და ვისაც მაინც არ უნდა ამის მიღება, მას ცრუდ მიაჩნია. ანუ ამბობს, რომ ღმერთი იტყუება. ამიტომ არის მძიმე ცოდვა. ამიტომ ნახეთ, ქრისტე აქ რო ამბობს, ხელახლა უნდა დაიბადოთ, კი არ ამბობს, რომ თუ გინდათ ხალხო დაიბადეთ ხელა. ასე კი არ ამბობს. უნდა დაიბადოთ ხელახლა ამბობს. ბრძანება. ღმერთი გვიბრძანებს, რომ ხელახლა უნდა დავიბადოთ სათა სასუფეველზე. ამიტომაც ამბობს აქ, რომ ვინც არ იღებს მის მოწმობას, ის ცრუდს სახავს ღმერთს, ანუ მატყუარად მიაჩნია ღმერთი და ამბობს, რომ მისი მოწმობა არ არის მართალი და ამიტომაც რისხვა ღვთისა დარჩება მასზე. აი მე გუშინ ზაარბრუკენშიც უთხარი ჩვენს მორწმუნეებს, ძალიან ადვილ ლოგიკა ამისი ძალიან მარტივია, გესმით? აი რომ მე რომ მინდა რომ გოჩას მივაგნო სადმე მიუნხენში მაგალითად, ხო? უნდა ვიცოდე რომელ ქუჩაზე ცხოვრობს, რომელ სახლში ცხოვრობს და რომელ სადებაზოში. ძალიან ადვილი 5-6 ნიში თვის თუ მაქვს მითითება ვიპოვი მას, ხო? ხო ადვილია, რა უნდა ახლა გოჩას პონას მიუნხენში, რომ ვიცი რომ მინდოდეს, ხო? 5-6 ნიშანი მჭირდება, მისამართიან სახელგვარ. ქრისტეზე გვაქვს 300-ზე მეტი. ღმერთმა რომ წინასწარ გაგვიცხადა, როგორ უნდა გვეცნო ჩვენი მხსნელი და მაცხვარი, 300-ზე მეტი ნიშანი მოგცა ამის, ხო? სად უნდა დაბადებულიყო, ვისი შვილი უნდა ყოფილიყო, ვისი გენეალოგია უნდა ქონოდა, რომელ ქალაქში სად უნდა აღზრდილიყო, რომელ ქალაქში უნდა ეცხოვრა, ყველაფერი გვაქვს, გესმის და ვინც მაინც ამას არ იღებს, ესე იგი მატყუარად თulis ღმერთს, ცრუდ სახავს მას და ამიტომაც სასჯელით რისხვა ღვთისა დიდი იქნება მის წინაშე. მაგრამ ვინც იწამა, მას თავის თავში ეს მოწმობა აქვს და იცის რომ ჭეშმარიტია ეს ყველაფერი. ნახეთ და ბოლოს რადგანაც ვინც ღმერთმა მოავლინა, ღვთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი აძლევს სულს. ნახეთ ყველა წინასწარმეტყველს, ყველა მასწავლებელს, აი დავითი მაგალითად, აი მეფსალმუნე დავითი ავიღოთ მაგალითად. ძველ აღთქმაში, ხო, მე-10 საუკუნეში. დავითს სული წმინდა ზომით ჰქონდა მიცემული.
ზომით, რაღაც ზომით, როგორც უფალი მას აძლევს, როგორც მას შეეძლო ეტვირთა ეს. იმიტომ რომ კაცი იყო ჩვეულებრივი, ვიცით რომ ძიმე ცოდვებით ჩაიდინა დავითმა, ხო? ანუ რაღაცა ზომით ჰქონდა მაინც, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია დაითიოს. მაგრამ ის ვინც ღმერთმა მოავლინა ჩვენთან, აი დღეს რაზეც ვილაპარაკეთ, ძე ღვთისა, ძე ღმერთი, ღვთაებრივი პიროვნება, რომელიც მოვიდა ჩვენთან, ღმერთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ზომით არა აქვს მას მიცემული სული. უსაზღვროდ აქვს მას სული მიცემული. გასმით, სული წმინდა სულ მასთან არის. ამიტომ სანდოა და სარწმუნოა, რასაც ის ამბობს. აი იოანეს უნდა დაგვარწმუნოს აი ამ მესამეს თავში, რომ ქრისტე არის ღმერთი. იესო ქრისტე არის ღმერთი, განკაცებული ღმერთი. ამიტომაც ამბობს, რომ მოვლინებულია და უსაზღვროდ აქვს მას ღვთის სული და ამიტომაც სანდო და სარწმუნოა. მამას უყვარს ძე და ყველაფერი მისცა მას ხელთ. მამას უყვარს ძე, ანუ ეს არის მამა ღმერთს და ძე ღმერთს შორის ურთიერთობაზე ლაპარაკი და ყველაფერი მისცა მის ხელთ, რომ მან განსაჯოს ადამიანები. მან შემოიკრიბოს ადამიანი, მან გადაარჩინოს ადამიანი. და ბოლო მუხლი. ნახეთ, აი ეს მე აქ დავწერე, რომ მინდა რომ თქვენთვის მენახები. ნახეთ, ბოლო მუხლის დაუგვირდით კარგად. როგორც ნახეთ, ბიბლია საერთოდ ძალიან ლოგიკური წიგნია. ძალიან ღრმა არის აზროვნება ბიბლიის. ასევე აი აქაც აი ამ ადგილასაც ჩანს ეს. ვისაც წამს ძე, დაუკვირდით არას ვამ. ვისაც წამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე. წამს აქვს საუკუნო სიცოცხლე, ანუ ცხონება საუკუნო სიცოცხლე. და ვისაც ვინც ურჩია ძისა, ვერ იხილავს სიცოცხლეს და რისხვა ღვთისა რჩება მას. ნახეთ? ვისაც წამს აქვს საუკუნო სიცოცხლე. აქ რა უნდა ეწეროს წესი? რა, სწორია, ხო აღლა თქვი? არ სწამს. აქ წესი უნდა ეწეროს, ვისაც არ სწამს, ხო? ხო ესეა, ლოგიკურად ხო ესეა. ვისაც არ სწამს, არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, მაგრამ იოანე ნახეთ სულიწმინდის გარას წერს, ვინც ურჩია ძისაო, ვინც ურჩიაო, მას არ აქვს საუკუნო სიცოცხლე. ანუ ლოგიკურად რა გამოდის ესე იგი? რწმენა ავტომატურად ნიშნავს რას? მორჩილებას. რწმენა ავტომატურად ნიშნავს მორჩილებას. აქ შეიძლება დავწეროთ, ვინც მორჩილია ძისა, აქვს ცხონება, ვინც ურჩია, არ აქვს ცხონება. ან ვინც სწამს, ის არ სწამს, მაგრამ იოანე ამითი გვანიშნებს, სულიწმინდა გვანიშნებს იოანეს პირით, რომ რწმენა ავტომატურად იგივეა, რაც მორჩილება. ამიტომაც სოდავს ძალიან ჩვენი ადამიანი ხალხი, როცა ამბობს, რომ ღმერთი კი სწამს, მაგრამ ცნებები ახლა რა შეაინტერესებს? ცნების დაცვა. კი სწამს, როგორ არა, კაცო ქრისტიანია, ქრისტეს სწამს, როგორ არ სწამს, მაგრამ ცნების მორჩილება ახლა ჯერ მისი საქმე არ არის. ესე იგი, ნახეთ როგორი ცრუა, სახარების საწინააღმდეგოა, რადგან იოანე სულწმინდა ამბობს, რომ სწამს ავტომატურად ნიშნავს მორჩილებს მას, დამორჩილებულია მის ცნებებს. ანუ ასრულებს ცხოვრებაში პრაქტიკულად, მაშინ მას აქვს ჯოსედა. ნახეთ, ვინც ურჩია ძისო, ანუ ვისაც არ სწამს და ურჩიაო, ვერ იხილავს საუკუნო სიცოცხლეს ცხონებას და ღვთის რისხვა რჩება მასზე. აქვე უკვე გესმით? აქვე ღვთის რისხვის ქვეშ ცხოვრობს ადამიანი, ვინც ურჩია ქრისტესი და ვისაც არ სწამს მისი მოწმობა. აი ეს არის მესამე თავი. შეგიძლიათ ეს ასე დაიმახსოვროთ, რომ ისევ იმეკითხოთ იმას კიდევ ერთხელ, რომ მესამე თავი წაიკითხეთ სახში. ეს გადავუღეთ, შეგიძლიათ ფოტო წაიღოთ და თქვენც დაანაწილეთ ესე და დღეს საღამოსვე კიდევ ერთხელ წაიკითხეთ, რომ არ დაგავიწყდეთ რა არის ამ თავი, რაზეა ამ თავში საუბარი. ნახეთ, შემდეგ მეოთხე თავში ძალიან საინტერესოა. შემდეგ მეოთხე თავში იესო ხდება სამარიელ ქალს. სამარიელ ქალს და იოანე უბრალოდ ამიტომ აკეთებს ამას. სულიწმინდა უბრალოდ სულიწმინდა კარნახობს იოანეს ებრაელს. აქ ხო იუდეველ ფარისეველ კაცს ხდება. იქ ხდება სამარიელს, არა იუდეველ ქალს, არა ფარისეველს, არა იუდეველს,
და იმასთან საუბარიც უსაზღვროდ საინტერესოა და მნიშვნელოვანია. და იმიტომაც იოანე აი ამ ორს გვერდ-გვერდ აყენებს ამ ორს, რომ ჩვენ შედარების გქონდეს საშუალება რა უთხრა იმას უფალმა, იუდეველებს რა უთხრა ნიკოდემუსის სახით და რა უთხრა წარმართებს სამარიელი ქალის სახით. რას ეუბნება სამარიელებს, წარმართებს, ანუ ჩვენც მათ შორის, ჩვენც ხო არ ვიყავით იუდეველები და რა უთხრა ფარისეველ იმას ნიკოდემოს. ნახეთ, ყველა მნიშვნელოვანი აი დავასრულო. ყველა მნიშვნელოვანი რა არის? ქრისტესთვის სულ ერთია ის იუდეველი იყო თუ არ იყო იუდეველი. ქრისტე ყველას უბრძანებს, რომ ხელახლა უნდა იშვათ ცათა სასუფეველისათვის.